საქალაქო სასამართლოში იმყოფება გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი, რომელიც მაგისტრატი მოსამართლის თანხლებით იკითხება გიორგი ბაჩიაშვილის სავარაუდო ცემის ინსცენირებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ქემოკლიძე, რომელიც ახლა დაკავებულია, დაკავშირებული იყო ბაჩიაშვილთან და მათ ერთად დაგეგმეს ცემის ინსცენირება. გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით ქემოკლიძის ბრძანებით გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ვიდეო მასალა წაიშალა. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა მედიასთან საუბრისას უარყო რაიმე სახის ჩართულობა ამ საქმეში და განაცხადა, რომ გიორგი ქემოკლიძეს არ იცნობს და მას არ შეხვედრია. გამოძიების მასალებზე რა თქმა უნდა ჩვენ ცდილობთ არა გვაქვს, იმიტომ რომ აქ არავითარ სტატუსზე არ არის საუბარი გიორგი ბაჩიაშვილის, ამიტომ მე არ ვიცი მასალებში რა დევს, მხოლოდ ის ინფორმაცია ვიცი, რაც გავრცელდა იმ ბრიფინგების საშუალებით და საზოგადოებას მიეწოდა. ეს არის მხოლოდ ის, მოვედი იმისთვის, რომ შეკითხვებს უპასუხო. არასოდეს მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მისი ფოტო დავინახე პირველად, როდესაც გავრცელდა განცხადება პენიტენციური სამსახურის თუ არა, სუსის მხრიდან, როდესაც გავრცელდა განცხადება.